რეგიონული ინტეგრაცია და პასუხი პროფესიული სერვისების სექტორის კომპლექსურ გამოწვევებზე 2025 წლის ბოლოსთვის ვიდეო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოფიციალურად იწყებს საქმიანობას და 5 ქვეყანას საქართველოს, სომხეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს აერთიანებს. რა არის ინტეგრაციის მთავარი მიზანი, როგორია სტრატეგია და როგორ გეგმავს კომპანია რეგიონში პროფესიული სერვისების ახალი სტანდარტების დამკვიდრებასა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას თუმართან ვიდეოს ცენტრალური და კავკასიის რეგიონის რეგიონულ აღმასრულებელ დირექტორთან ზურაბ ლალაზაშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემას სტუმრობისთვის. არასდროს არ დამიმალავს, რომ ძალიან მიხარია ხოლმე თქვენი სტუმრობა ამ გადაცემაში. მით უმეტეს დღეს ჩვენ დავისაუბროთ უშუალოდ ვიდეოს ნაწილზე, კომპანიაზე, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე ათეულ წელს მოიცავს, იმიტომ რომ მე როდესაც ბიზნეს მედიაში საქმიანობას ვიწყებდი, სწორედ იქიდან დაიწყო. დაახლოებით თანაბრად ვართ ამ ნაწილში და ამით კიდევ უფრო მეტად გულშემატკივრობ ხოლმე ამ კომპანიას. საინტერესო სიახლე გაქვთ, რას ნიშნავს ცენტრალური და მთელი კავკასიის ნაწილში პრაქტიკულად მთავარი აი ამ ნაწილში სერვისებს რაც შეეხება მიმწოდებელი ხდებით. რა კონცეფციაა ეს? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის ამ ახალ სტუდიაში ძალიან მიხარია რომ ისევ აქ ვარ და მეძლევა საშუალება ვისაუბროთ. მე ძალიან მიხარია ხოლმე აი რა ჩვენი შეხვედრა და საინტერესო თემებზე საუბარი. რაც შეეხება ამ სიახლეს, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის პრინციპში განსხვავებული, თვისობრივად განსხვავებული მოდელის შევქმენით, როდესაც რამოდენიმე ქვეყანა, რამოდენიმე ოფისი ერთიანი კომპანიის, ერთიანი რეგიონული კომპანიის ნაწილი ხდება. მათ შორის საქართველოც ეს პრინციპში არის პასუხი რეალურად როგორც ყალიბდება ჩვენი რეგიონი და ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება, როდესაც კავკასია, ცენტრალური აზია კავშირდება სხვადასხვა ტიპის პროექტებით, სხვადასხვანაირი ინტეგრაცია ხდება ერთიანი მარშრუტი, ერთიანი ბიზნესები და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ პასუხი ამაზე, რომ ჩვენ შევძლოთ აი კომპანიებს, ვისაც აინტერესებთ რეგიონში მთლიანად გაფართოება, ერთიანი პროექტების განხორციელება, საერთო პროექტების განხორციელება, მათთვის გავაკეთოთ მხარდაჭერა და შევძლოთ მათი პროფესიულ დონეზე მომსახურება, როგორც ეს ხდებოდა მაგალითად ცალ-ცალკე ქვეყნების შემთხვევაში, ეს არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ცვლილების და მეორე. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ დაუშვათ პირობითა ტრანზიტი ამ შემთხვევაში როგორც ასეთი და მთლიანობაში ეს ნაწილი მოიცავს უკვე შუა აზიის და მთელი კავკასიის აქტიურ თანამშრომლობას. კი, ნამდვილად, იმიტომ რომ ყველა მიმართულებით, ხო, იმიტომ ბიზნესებს ჩვენ რასაც უყურებთ, ახლა სხვადასხვა სფეროში არის თანამშრომლობა და სხვადასხვა ინტერესი, ეს შეიძლება არ ეხებოდეს უშუალოდ ტრანზიტს და მხოლოდ გადაზიდვებს, ეს არის ფინანსური სექტორი ძალიან აქტიურად არის სხვადასხვა პროექტები, ერთობლივი დისტრიბუცია, წარმოება, რა ვიცი, სხვადასხვა კომპანიის შეძენა და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ მათ ჭირდებათ ერთიანი მიდგომა, ერთიანი ხედვა, ერთიანი სტანდარტი. ეს არის ძალიან რაში გამოიხატება ეს ერთიანი ხედვა და საკმაოდ საინტერესო ნაწილი იყო პროფესიული სერვისების ახალი სტანდარტის დამკვიდრება. აი რას გულისხმობთ აი ამ ნაწილში? ნახეთ როგორ არის, ესე იგი, როდესაც ჩვენ ვიყავით ცალ-ცალკე, ხო, შეიძლება მაგალითად კომპანიას უნდოდეს რაიმე ტიპის სერვისი ჩვენგან, მაგალითად, არ ვიცი, შევისწავლოთ შუა დერეფნის მიმზიდველობა ამა თუ იმ სექტორისთვის. როდესაც ცალ-ცალკე კომპანია, ცალ-ცალკე ოფისიდან რაღაც სერვისებს თავაზობს, ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ შეგვეძლება ერთიანად მივუდგეთ ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ გარდა იმისა, რომ მე თვითონ შევიცვალე პოზიცია და საქართველოს აღარ ხელმძღვანელობ და რეგიონს ხელმძღვანელობ, ასევე ამავდროულად გვეყოლება ბევრი სხვადასხვა ლიდერი, რომელიც ამა თუ იმ მიმართულებას უხელმძღვანელობს ერთიანად. სხვადასხვა ოფისში ფიზიკურად იქნებიან, მაგრამ თუ რეგიონს უხელმძღვანელებენ და შესაბამისად შეძლებენ, რომ ამ მომსახურების ერთიანი სტანდარტი დავნერგოთ ჩვენ. ეს როგორც ვამბობ, ერთის მხრივ ჩვენ მოგცემს საშუალებას სხვა ტიპის პროექტებში ჩავერთოთ და სხვა ტიპის სერვისები გავუწიოთ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენს დამკვეთებს მისცემს უფრო ფართო სპექტრის სერვისებზე ხელმისაწვდომობას, იმიტომ რომ ჩვენ ახლა დაახლოებით 500-მდე ადამიანი ერთიანდება ახლა აი ამ გაერთიანების სადღაც დაახლოებით 20 პარტნიორია სხვადასხვა ოფისში განთავსებული. და შესაბამისად კიდე ამბიცია გვაქვს უფრო მეტი გავიზარდოთ. ანუ ინტერესი იყო დაუშვათ ამ ერთიანი მომსახურების და ერთიანად პროფესიული დაუშვათ ნაწილში შეთავაზებების თუ რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვიდეო საქართველოს ამ ნაწილში როგორ გარდა იმისა რომ თქვენ ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი ხდებით აი ამ მთელი ამ საკმაოდ ისეთი დიდი ჯაჭვის და რგოლის თვითონ ვიდეო საქართველოსთვის ეს რას ნიშნავს? ეს რა ტიპის აღიარებაა ქართული კომპანიის ამ შემთხვევაში დიდი გლობალური კომპანიის ქართული მენეჯმენტისთვის განსაკუთრებით?
ნამდვილად საინტერესო. ესე იგი, პირველ რიგში საქართველოს, რადგანაც ჩვენ ახლა საქართველოში ვართ ყველაზე მსხვილი, ბოლო 2 წელია ყველაზე მსხვილი და ყველაზე დიდი ორგანიზაცია ვართ, ლიდერი ვართ ამ ბაზარზე პრინციპში და ცენტრალური ოფისმა გაგვიცხადა ნდობა და პირადად მე და ჩვენ ოფისს რომ შეგვძლებოდა დაგვეფარა სწორედ ეს რეგიონი და რატომ? იმიტომ რომ როდესაც იქ არის მაგალითად ხო ავიღოთ ცენტრალურ აზიაში ბევრი შესაძლებლობებია, მაგრამ იქ ძალიან ძნელია ხარისხის ნულიდანვე მიღწევა, რაც მოთხოვნილია გლობალურად ბიდიოს დადგენილია თამასა. ხო, შესაბამისად, ანუ ნდობა იყო ჩვენს მიმართო, რადგანაც ჩვენ შეგვიძლია უკვე ესეთი მასშტაბის სერვისი გავუწიოთ, ესეთი ხარისხი, რაც მისაღებია საერთაშორისო დამკვეთებისთვის, ასევე ჩვენი ოფისისთვის, შესაბამისად, აქედან გამომდინარე იყო ეს ნდობა. და ეს იყო ერთის მხრივ ჩვენ დამკვეთები ბაზრის მოთხოვნა, მაგრამ მეორე მნიშვნელოვანი არის ის, რომ თვითონ ძალიან იცვლება პროფესიული სერვისების ბაზარი მთლიანად, ვინაიდან ეს ხელოვნური ინტელექტი ტექნოლოგიები მოითხოვს ძალიან ერთის მხრივ დიდ ინვესტირებას ამაში და მეორეს მხრივ ძალიან რთულია პატარ-პატარა ქვეყანამ გააკეთოს ყველა სალსაკე ინვესტირება გააკეთოს. მოთხოვნა არის ძალიან გაზრდილი ხარისხისადმი, სხვადასხვა ტიპის ანუ უფრო პროფესიული გადამზადებისადმი და ასე შემდეგ და ამიტომ ჩვენ გადავწყვეტ გაერთიანება ბევრი ოფისის, როდესაც ცენტრალურად ერთჯერადად მოგვიწევდა ამ დიდი ინვესტიციების გაწევა, რითაც ისარგებლებდა ყველა ჩვენი ოფისის და შესაბამისად ჩვენი დამკვეთებიც. ეს იყო ერთ-ერთი მამოძრავებელი ამ ინიციატივის, მეორე იყო ჩვენი რეგიონის ხედვა და დამკვეთების. კარგი ნაწილში ეხეთ ხელოვნური ინტელექტის თემა, რომელმაც განსაკუთრებით ისეთ მიმართულებებში, როგორიც თუნდაც თქვენი შემთხვევა, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს, ხო? რამდენად მზად ხართ ამ ნაწილისთვის? თქვენ ახლა ახსენეთ ფრაზე, რომ დიდ ინვესტირებას მოითხოვსო. თვითონ კადრები რამდენად არიან მზად, იმიტომ რომ ოდესღაც აუდიტორული საქმიანობა და ამ ტიპის საქმიანობა აბსოლუტურად სხვა რეალობაში იყო და დღეს საერთოდ სხვა რეალობაა, ხო? მთლიანობაში შექმნილი მსოფლიო გლობალურ ბაზრებზე და საქართველოს ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. ამიტომ საინტერესოა, რამდენად მზად არიან თავად კადრები, რომ აი ამ მიმართულებით რეალურად ტრანსფორმაცია განიცადონ და ამისთვის მთლიანად ეს ჯაჭვი იქნება მზად, ეს რგოლი. ხო, ეხლა რო გითხრათ ამ ეტაპზე არა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ნახეთ როგორ არის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოვძებნოთ სად არის საუკეთესო გამოყენება ამ ხელოვნური ინტელექტის, იმიტომ რომ ეხლა ყველა ვიყენებთ ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს ერთია, მაგრამ როდესაც ჩვენ გვინდა მასშტაბირება გავაკეთოთ, მთლიანობაში რაღაც პროცესი ჩავანაცვლოთ და ასე შემდეგ, ეს საკმაოდ დიდ ცოდნას მოითხოვს, მათ შორის და კაი გამოცდილებას და სწორედ ეს ანუ ჩვენ ბიდიოს დიდი ორგანიზაციის წევრობა გვეხმარება ამაში, რომ საუკეთესო გამოცდილება გავიზიაროთ, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში ტექნოლოგიებში ინვესტირების გარდა ადამიანებში ინვესტირებას გულისხმობს, მათ გადამზადებას. ჩვენ ეს დაწყებული გვაქვს დაახლოებით 2 წელია უკვე ეს მიმდინარეობს ეს საქართველოს ოფისში დავიწყეთ და ახლა პრინციპში რეგიონის მასშტაბით შევხედავთ ჭილში განვიხილავთ ამას დაახლოებით 2 წელია უკვე ამ თემაზე აქტიურად მუშაობთ ვიყენებთ კიდეც ამა თუ იმ მიმართულებით მაგრამ რო თქვა რომ მასშტაბური ხასიათი აქვს ამას და დიდი მასშტაბზე ჯერ გასული რა თქმა უნდა ჯერ არა და ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს წინეს ვიცით ამ კიდევ ერთი ნაწილი რეალურად საქართველოს სად არის ამ ნაწილში მთლიანობაში რასაც ქვია ის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეწევით და დაუშვათ ის პარტნიორები და ის ქვეყნები, რომელთა გაერთიანებას ახლა მე და თქვენ საუბრობთ, სად არიან? ანუ რა ცოდნის გაზიარება მოგიწევთ ერთმანეთისთვის და რამდენად შესაძლებელია, რომ დაუშვათ მათგანაც რაღაც მეტი ინფორმაცია მივიღოთ, მეტი განათლება და მეტი პროფესიული გამოცდილება ამ ნაწილში, თუ პირობითად ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში უფრო წამყვანი ძალა? როგორ ანუ საქართველოს ოფისი ბიდიოს ყველაზე მსხვილია ახლა აი ამ ჩვენს გაერთიანებაში, რაც გვაქვს ამ რეგიონში და ძალიან დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ცოდნის მიდის სწორედ საქართველოს ოფისიდან, მაგრამ ძალიან დიდი ის გვაქვს ოფისი ჩვენ ასევე სომხეთში, რომელიც ასევე ძალიან დიდი კონტრიბუტორია ამისი, უზბეკეთის ოფისი გვაქვს ასევე, რომელიც ახალია საკმაოდ, მაგრამ ძალიან დიდი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს. შემდეგ წლის დასაწყისში ტაჯიკეთში ვაპირებთ ასევე თქვათ ოფისის გახსნას და იმ მოგვიანებით ცოტა წლის განმავლობაში 26 წლის განმავლობაში უკვე ყირგიზეთში და 5 ოფისს გადავფარავთ ჩვენ პირველ ეტაპზე ძირითადი ცოდნა რა თქმა უნდა იქნება საქართველოსდან ასევე იქნება სომხეთიდან თუმცა უკვე რაღაც პერიოდის განმავლობაში შემდგომ ჩვენ მიგვაჩნია რომ ეს იქნება რაღაც ერთიანი ცოდნის ბაზა, როდესაც უკვე აღარ ექნება დიდი მნიშვნელობა კონკრეტულად რომელ ოფისში ხარ, არამედ ის რა სფეროში ხარ, რა სერვისს ეწევი უშუალოდ. კი ბატონო, თან ტექნოლოგიური პროცესები იძლევა ბუნებრივია ამის საშუალებას. განვითარების ახალი ეტაპი. მთლიანობაში სად მიდის ბიდიო?
ამ შემთხვევაში მე მაინც კი ვკითხულობ BDO საქართველოს ნაწილს, თუმცა უკვე გლობალურ კონტექსტშიც. და დაუშვათ როგორია გეგმები, რა მოლოდინები გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ მიუხედავად საქართველოს პატარა ბაზრის თემისა, თქვენ ახლა შეეჭიდეთ რეგიონულ ნაწილსაც, ხო? დამკვეთები ვინ არიან, ან ვიზე ფიქრობთ, რომ იქნებიან თქვენი კლიენტები, რეალურად რამდენად დიდი იქნება ინტერესი დაუშვათ რეგიონული ფირმებისა და კომპანიების მხრიდან, როგორც პირობითად საქართველოში მომუშავე კომპანიების მხრიდან იყო ამ შემთხვევაში BDO-ს საქმიანობის მიმართ. ის როგორ არის ანუ პირველ რიგში ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მხოლოდ რეგიონალურ კომპანიებზე დამკვეთებზე ფოკუსირება და იქნება ბუნებრივი ძირითადი ბირთვი, მაინც იქნება ადგილობრივი კომპანიები, ერთ ქვეყანაში მომუშავე კომპანიები, იქნება საქართველოს, სომხეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები. თუმცა ნახეთ, ეხლა ძალიან ბევრი არის ესეთი პროექტი, მათ შორის სხვადასხვა დონორი აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, როდესაც უნდათ ამ ბაზრის განხილვა როგორც ერთიანი ბაზრის ნაწილად და იქ არის ძალიან ბევრი ხელშემშლელი ფაქტორები არის, ძალიან ბევრი შესაძლებლობებია. სწორედ იმ ნაწილში სად არის ხელშემშლელი ფაქტორები, როგორ შეიძლება ეს აღმოიფხვრას. მაგალითად რა ტიპის გამოწვევებია? მაგალითად თუ ავიღოთ, არ ვიცი, პირობითად ვამბობ, ეხლა არ არის კონკურენტ უნარიანი ფასი, როდესაც გვინდა ჩვენ სამხრეთ ამ დერეფნით გავატაროთ ტვირთი, ხო? და იქ არის ბევრი თემა. საკმაოდ რთული მარშრუტია, ზღვა, ხმელეთი, ასები, საბაჟო საქმიანობა. რა თქმა უნდა. მერე ჩვენი კანონმდებლობა ჰარმონიზებული დიდაწილში არ არის. ჰარმონიზაცია გარკვეულ თემებში, რაც არ არის ბუნებრივია იქ ორიენტაციაზე, ვინც დასავლეთის ბაზარს უყურებს თუ ვინ აღმოსავლეთის ბაზარს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესებმა ერთიან მსგავს გარემოში ფუნქციონიროთ. და შესაბამისად, მერე ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი იცოდნენ, რომელ ქვეყანაში ჯობია მაგალითად კომპანიის რეგისტრაცია, რომელ ქვეყანაში ჯობია სამუშაო ძალის დაქირავება, რომელ ქვეყანაში რა უპირატესობას თუ ესეთი ინსენტივებს აძლევს ესა თუ ის ქვეყანა, ხო? ჩვენს დამკვეთებს ერთიანად ამისი დანახვა ძალიან მნიშვნელოვან სარგებელს მისცემს. ამ სრულ სპექტრს შესთავაზე? რა თქმა უნდა, ამას ვაპირებ ჩვენ, ზუსტად ესე შევთავაზოთ, რომ ვიცოდეთ ჩვენ ამ თავიდან ბოლომდე ამ რეგიონში სად როგორ ჯობია საქმიანობა აწარმოონ, რომელ კომპანიას სად იყოს, მაგათ ჰოლდინგური კომპანია სად შვილობილი, როგორ გაწიონ სერვისები ერთმანეთს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან კომპლექსური. ძალიან დიდი საქმეა ხარ, რასაც ლაპარაკობ და იქნება ინტერესი თუ უკვე არის და ამან გიბით გადავშვათ ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ. ის როგორ არის, უკვე არის ჩვენ გარკვეულ კომპანიებს ამაში მხარდაჭერას უკეთებთ, მაგრამ ეს არის მცირე მასშტაბით ჯერ. იმიტომ რომ მეორეს მხრივ ნახეთ რომ არ გვაქვს შესათავაზებელი არაფერი და აქედან გამომდინარე ჯერ ვერ ვთავაზობთ. ხო, ეხლა რადგანაც უკვე ამ ფორმაში გადავედით ჩვენ, უკვე 26 წლიდან უფრო აქტიურად შევძლებთ მან ზუსტად ესეთი ტიპის პროექტების, ესეთი ტიპის სერვისების შეთავაზებას მათთვის და იმ სარგებლის დანახვებას, რაც შეიძლება ანიჭებდეთ სწორედ ეს ჩვენი მხარდაჭერა მათ. და ამიტომ ვარაუდობთ, რომ ეს გაიზრდება ამაზე მოთხოვნა ბუნებრივია. და ჩვენი საუბრის ბოლოს როგორი იყო მთლიანობაში წელი BDO-სთვის? ამ შემთხვევაში BDO საქართველოს. BDO საქართველოსაც ძალიან წარმატებული წელი იყო. იმედი მაქვს 25 წლის შედეგებითაც შევინარჩუნებთ კვლავ პირველ ადგილს საქართველოს ბაზარზე, თუმცა ჩვენ ხო ეხლა წელი ბოლომდე არ დასრულებულა, მაგრამ ვარაუდობ წელმანძილასაც დიდ დავასრულებთ. ასევე იყო ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა საქართველოში, იმიტომ რომ ახალი ხელმძღვანელი ყავს ეხლა BDO საქართველოს, მაიკო ხაჩიძე, რომელიც უხელმძღვანელებს საქართველოს ოფისს და ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, იმიტომ რომ 26 წელი გახდა, რაც მე ხელმძღვანელობდი და ეს ცვლილებები კიდე ის არის ხოლმე ყოველთვის მნიშვნელოვანია და მე მეჩნია რომ ეხლა ახალი სისხლი, ახალი ძალა, ახალი ხედვით კიდე უფრო მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს თანამშრომლებს ასევე დამკვეთებს. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებ და რა თქმა უნდა სიამოვნებით გიმასპინძლებ 2026 წელსაც ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში ზურაბ ლალაზაშვილს საუბრობდა.